მოგესალმებით მეგობრებო. სალამი. დღეს ვართ შეკრებილები ყობასთან, მაგრამ სამწუხაროდ ყობა არ არის ჩვენთან ერთად. მაგრამ ისი ასე რომ ვთქვათ რესურსები დაგვითმოთ ჩვენ გვათხოვა. გურიაში აწასული თავის მამულში. მამულის მისახედად და ჩვენ აგერ ვართ. მოკლედ გული და სულით მოგესალმებით ყობა სახელითაც და ჩვენი სახელითაც ვინც ვართ. დღეს გვინდა ერთი ესეთ საინტერესო ვიდეო ჩავწეროთ. მე ჩემის მხრივ რა თქმა უნდა ეხლა არ მაქვს სრულყოფილი გამოცდილება რაღაცეებთან და რა თქმა უნდა ყოველთვის მაინტერესებს სხვა ადამიანების აზრი, გამოცდილება და ყველა ესე ვითარდებით ყველა ნორმალური ადამიანი. აქედან გამომდინარე ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმაკაცი მურად ახმედოვი მოვიწვიეთ. მოგესალმები მურად. მოგესალმებით. მოვიწვიეთ იმისთვის რომ მე პირადად ყოველ შემთხვევაში ვინც მეგულება საქართველოში ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ამასაც დავაყოლებ საუკეთესო დამძახებელი იხვის მანაკვებზე მე ვეძახი იხვის საყვირების ჰამლეტ გონაშვილს ასე ვთქვათ რა. ხო და მოვიწვიეთ იმისთვის რომ გავიგოთ რეალურად რა არის სწორი დაძახების ფორმა. როგორ უნდა დავიძახოთ ეს ამას რა თქმა უნდა აგვიხსნის მურადი თავის საუბარში. მაგრამ რა არის სწორი დაძახების ფორმა? შეიძლება ჩვენ რაღაცას ვაკეთებდეთ და გვეგონოს რომ აი ვაკეთებ და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი დღეს ეს ვიდეო ჩანაწერი მიეძღვნება ზუსტად მაგას რომ რაღაც ნიშნულად გქონდეს, რას უნდა მივახციოთ. რა თქმა უნდა იმის ქვედა მიღწევებიც იხოს ატყუებს, მაგრამ სრულყოფილებისკენ თუ მივიდით და გვაინტერესებს რა არის სრულყოფილებასთან ახლოს, ამას შემოგთავაზებს მურადი. განვიხილავთ აქ ასე რომ ვთქვათ ყველა წარმოდგენილი მანოქს. აქ არის წარმოდგენილი თითქმის ყველა ჰაი კლასის ხო შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ მაღალი კლასის მანოკები და მურადი თან ცოტა გახურდება ახლა ლაპარაკში და თან გვეტყვის რეებია წარმოდგენილი და რასაც ვერ გვეტყვის ან არ გაახსენდება აგერ მე მივეხმარები რა. აბა მურად რას გვეტყვი რა ბრენდებია წარმოდგენილი რა ასე რომ ვთქვათ რას ელოდებოდი ამისგან და შენი შთაბეჭდილებები რო გვითხრა რა ზოგადი შეხებით და მე თან დავიძახებ შესაბამისად რა. ხო, დავიწყოთ ბიუჯეტური და ანუ დაბალფასიანი მანოკებით. მაგალითად პრიმოსი აგერა გვაქვს. შეიძლება რაღაც აქ არ გვაქვს, მაგრამ გქონია და რამდენად მუშაობდა ეს გამოცდილებას რო გადმოგწე. ხო რა, ანუ ის აუცილებელი არ არის რომ მე ავდგე და 500 ლარიანი მანოკი ვიყიდო. მამაში დაურწმუნდი. ხო რა, დაურწმუნდით და ანუ კიდევ ბევრი დარწმუნდება ძალიან ანუ სმაკაცი ყავს. გორელი ლევან თქვათ, სულ ყველა კაი ადამიანი. ლევან გიგაშვილი და ეგ ადამიანი მეხმარება მანოკების გამოწერაში რაღაცა და მივესალმები ლევანს, მე სალამი აქედან პატივსცემ ვინც რომ მურადის მხრიდან ასე რომ ანუ მე პირველი მაგისგან დავიწყე მანოკების ყიდვა რაღაც ანუ თვითონ ყიდულობდა ანუ აუქციონზე და იმაზე და რაღაცეები ყველაზე დაბალფასებში გონდა ხოლმე რა. და რავი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბაგანე სპიტფაიერი აგერადებს უთელი მანოკი მანოკზია საუბარი. ჯერ დავიწყე აკრილი. ხო აკრილი სრული აკრილის არის და დავიწყე ჩვეულებრივი ხის მანოკით ესეთით რა 20 თუ 30 ლარი მივეცი ჩვენთან რუსთავში ვიყიდე ეს მონგრულ პირომ არის მაგრამ ხო თემურძიასთან ძალიან კარგი ადამიანი არის ხო რუსთავში როა ხო მამუკას ხო მამუკას კიდე მამუკასთან დამწყებმა მონადირემ არ უნდა იყიდოს ისეთი ძვირად ღირებული მანოკი რომ რაღაცა გადაიხატოს 300-დან ზევით 500 ლარი. ამით თავი არ უნდა დაიძრუნოს რომ მე 500 ლარიანი მანოკი არ მაქვს იმ კონკრეტული თან შედეგს ვერ დავდებ და ან უბედური არ უნდა იყო ამისთვის. ან და კიდე მე ვიყიდი 500 ლარიანს და ეგრევე დავიწყებ კარგ დაძახებას გამორიცხული. კი ბატონო, ან ყველაფერს გააკეთებს ის 500 ლარიანი ასე რომ ვთქვა. პირველი არის სწავლა, წოდნით დაწყება საქმის. ხო და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაგვეხმარა რა საფეხური ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ახვალ და სო რა ეგ არის მაგალითად მე ესე რომ ვთქვათ რა დაბალ ბიუჯეტური ის არის მანოკი არის და ყველაფერს ვაკეთებ მაგით. მაღალ ხმაზეც, კვებაზეც, ყველაფერზე მუშაობს, ყველაფერზე მოყვება დაბალზეც ანალოგიურად და ნუ ესე დავიწყე იმით, მე გადავედი ჩოულები ბაგარდნეს ისა დაბლნასტი 2 რომ არის მაგაზე და მაგიდან კიდე ამაზე გადავედი. ამის მერე ვიყიდე აგერ
ანუ სწორად განვითარდია, ეგ არის სწორად განვითარების საფეხურები, ასე რომ ვთქვათ რა. რენეტ მონდო ვიყიდე 2B და რა ვიცი, მე ვიყიდე, ეგერ ჟარგონი ვიყიდე, ახალი შენაძენი არის და აგერ კიდე ეკო არის, ჰობო არის და ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავყო. მოდი ცოტას მე ჩავამატებ თუ შეიძლება. ეგ დააბრუნე თავის ადგილას ლამაზად გამოჩნდეს. ხო. მეტი არა. მე მიყვარს ის თამაში. ხო, ანუ საუბრობთ რას, რომ არ უნდა ვიყოთ უბედურები, თუ არ გვაქვს რაღაცა high class-ის მანოკები აქ ნაღდად არის წარმოდგენილი ტოპები, ძირითადი ტოპები, როგორც არის Mondo, როგორც არის Mondos RNT, Alpha 2, ანუ ეს მერენდელი გამოშვება, ანუ უფრო ახალი მოდელია, ასე რომ ვთქვათ. ამ მონდოებშიც ალბათ სიმაღლეში მიხვდებით ცხოვრებას, რომ ეს უფრო გრძელია, უფრო მოკლეა, ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს. არის ჟარგონი, თან ფასებს ვიტყვი რა. მოკლედ დავიწყოთ ამ კუთხიდან გამოვყვეთ ასე. ჟარგონში 300 ლარამდე დაგიჯდა, ხო? ჟარგონი. ხო, აუქციონზე მოვიგე, მაგრამ ხო, მე ვიტყვი ახლა რეალურ ფასებს, რაშიც ასე რომ ვთქვათ, რო შეხვალ საიტზე და ნებისმიერ დროს იყიდე, ანუ იქ რეალური ფასები რა დევს და ჩვენ რო ახლა ნადირობთ და თვეები ველოდებით რაღაც გამოვარდნას, ეგ სხვა თემა. თვითონ რეალურად არის ეს მანოკები, ამას ვიტყვი უცბად რა. მინიმუმ 300 ლარი არის ჟარგონი. მოკლედ ეს საიუბილეო ბაგ გარდნერის unlimited-ი არის ესეც სადღაც 80-100 ფარგლებამდე უკაკუნებს, აი, მაგრამ ამებს ვერ ვიპოვით, იმიტომ რომ ეს ვიღაცამ თუ არ გაიმეტა და დადო სერიული წარმოება, ამის შეწყვეტილი, ანუ ლიმიტირებული ვერსიებია და მოკლედ ამ ვარიანტს შეიძლება გაათხა, მაგრამ $35-ში ვიყიდეთ, $40-ში ვიყიდეთ, $45-ში ვიყიდეთ, სხვადასხვა ფასებში ვიყიდეთ, ასე რომ ვთქვათ რა. შემდეგ ისევ ბაგ გარდნერის unlimited-ი რო ავიღოთ, ოღონდ ეს ორენი, ყველა ორენიანია, მაგრამ ეს უფრო მაღალი დიაპაზონის საყვირია, ასე რომ ვთქვათ, მაღალი დასახებელი და ეს რო შევიდეთ ეგრევე ვიყიდოთ, ან არ ველოდოთ და ვეძებოთ, სადღაც $200 და ზევით დღეს, ასე რომ ვთქვათ რა. შენი ეს ისე რა ქვია, ეს რა ღირს? საათ $70. ხო, ანუ არის საშუალო ფასი, ასე რომ ვთქვათ, საიდანაც უკვე აკრილის ფასები იწყება, ასე რომ ვთქვათ რა. ამაში ეს ღირს $140-150 ეგრევე რო შეხვალ, unlimited-ის რა ქვია, RNT-ის Alpha 2, ეს ვიცით რომ ჭიკვარა საძახებელია და ეს 60 ლარამდე ნებისმიერ დროს შეიძლება იყიდო. ეს მანოკი, ესე იგი, ესენი არის, მე მეხმარე მურად გამეჭედა twin Mondo, 2B ვერსიები, 2B, საცალო გამოშვება ლიმიტირებული. $150-ზე ქვევით არ არის, როცა გინდა შეხვიდე და იყიდო, ეს ამ ძირითადი ამ ფასები ესეა. იგივენაირად არის Hobot, სადღაც $130 ფარგლებში, იგივეში გადის Eco-ც, იგივე ფასში. ეს ბიუჯეტური მანოკია, Primos-ის ბიუჯეტური მანოკია, სადღაც $30-დან $40 ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ. ეს კიდე 5-1-ში ვიცით, 6-1-ში ვიცით, დაახლოებით ესე 60 ლარის ფარგლებში უფრო ქვევით მე ყევობს და ნუ ახლა ეს ბატის ფასი ცალკე არ ვიცი, მაგრამ სადღაც $40-50. ამ ფაქტურად ჩამოვთვალეთ ამისი ფასები. ეხლა მურად, იცი რით მინდა დავიწყო, ცოტა ხალხს რო არ მოწყინდეს ეს ჩვენი ლაპარაკი, ყველაზე კარგად რომელი მანოკიდანაც ეძახი და შეგუებული რომელთანაც ხარ, მოდი ის მანოკი აიღე. ანუ ბიუჯეტურიც, ანუ საშუალო ბიუჯეტის მქონია, ასე რომ ვთქვათ, საიდანაც ხარისხსაც მოთხოვ, ყველაფერს მოთხოვ, მანოკს რაც შეიძლება რომ გააკეთებინო და მოდი დაიძახე მაგით, რომ ხალხმა დაიმახსოვროს როგორი ხმა. თუ გინდა სრული ვერსია ჩაატარე, თუ გინდა ერთეულები ჩაატარე და ნელ-ნელა დავიწყოთ შედარებები რა, რომელს რანაირი ხმა აქვს ამხელა ფასების სხვაობიდან გამომდინარე თუ განსხვავდება რადიკალურად რამით რა. ისე რომ ან ეს ვერ იმუშავებს და გინდა თუ არა ეს უნდა მქონდეს რა. კი ბატონო, დავიწყე მაშინ საცალო ჩაოლებრივი რა, როგორც ხდება სტანდარტულად რა.
ესე ჩვეულებრივი მარტივად ვიზახით ერთეულებ და მე არის კვება, მაგალითად ესე. ეხლა მოდი თან ჩაგეკითხები. კვება მანდამაინც გინდა თუ არა ასეთი სწრაფი უნდა იყოს თუ შეგვიძლია უფრო ასეთ მსუბუქი კვება გავაკეთოთ. კვების დროს და იმთან სხვადასხვა ხმებს გამოსცემს. არის სწრაფი, არის ისე, თან კვება არის, თან თამაში არის და ესე რა. ხო, გასაგებია, ოღონდ ვიღაცამ შეიძლება თავიდან მასე სწრაფად ვერ დაიძახოს, მე იმიტომ გეძიები ეხლა ამას, რომ ყველაზე მარტივი დასაძახებელი მაგალითად. კი, ყველაზე მარტივია, მაგრამ მასე სწრაფად არ არის იოლ დასაძახებელი, იმიტომ რომ მე მაგალითად შესავით სწრაფად ვერ ვეძახი რა. ხო და იმიტომ გეკითხები, რომ ანუ უფრო ნელი კვებაც რო იყოს, ვთქვათ, მაგალითად ავიღოთ ეხლა მე რით ვეძახი. ნუ, აი, ამით დავიძახე ამ შემთხვევაში. თუმცა ესეთ რაღაცები რო იყოს, ესეც იმუშავებს თუ არა? კი. ხო, ანუ იმუშავებს ესეც. და კიდე თამაში არის რა, იგივე შარან ჩვეულებრივ როგორც კვება და ეს თამაში რა, ესეთი ხმა ყურე. თამაში არის, კვებაც არის და ის არის რა. თუ შეგიძლია ეხლა სანამ მაქედან ადამიანი ვერ მიხვდება ეგ როგორ გააკეთოს. აი, გინდაც ერთეულები რო შეატრიალო მანოკი და ამოსუნ თქვა როგორი იყოს, ეგ რო გიქრა. ჩათვალე ავხსნი რა, ძირითადი რაც მთავარი არის მანოკში რომ დაუძახებ და გამოგივიდეს რა. რაღაცა სწორი დაძახება. ვერჯერადი დაძახებებით უნდა დავიწყოთ, გავმხიცდეთ ამაში მე ფილტრებიდან ჰაერი როგორ უნდა წამოვიდეს რა, ჰაერის ისა ფილტრებიდან დამუშავება. ჩათვალე რომ ზამთარია, ქცივა ხელებზე. როგორ ვითხოვთ ხელს? ფილტრებიდან თბილი ჰაერი ხო ამოგვაქვს? მაგალითად არა თუ ესე გეგონება ცეცხლს რო იმაში ცეცხლოვანი. დაორთქლის პრინციპი. ხო, თბილი ჰაერი ფილტრებიდან მოგაქვს, მაგალითად უკვე და მთავარი არის მანუკი ამ ორ თითით ჩვეულის სტანდარტული დაჭერა არის ესე რა. და უკან ტუჩზე მიბჯენის ხო, ქვედა ტუჩი უნდა იყოს ჩვეულებრივი ფარავ ამას, გადადიხარცოდა და ზედა ტუჩი კიდე აი ამის ნახევარზე არის არ ფარავ. ნახევარზე არის ესე. თუმცა არის ისა რა ქვია, საყვირის კამერის თვისება რო ჭირდება ნახევარზე დაფარული, ან ჭირდება უფრო დაბლა დაფარული, ან შეგიძლია უფრო მეტი, მაგას უკვე მანოკი გეუბნება, რამხელა ფანჯარა უნდა დატოვო ჩასაბამად. ეგ უკვე პრაქტიკის ამბავია. რა ხდები უკვე რომ მაგალითად სპეციფიკის ამბავი. ხო, რა რო ეჩვევი და რაღაცა უკვე იმ ხმელს ტონზე და იმაზე ხდები რომ აი მაგალითად თუჩი ცოტა უნდა გადაფარო, ცოტა უნდა ნაკლებად გადაფარო და რა. რო ათამაშო ეს გადართვები რო გააკეთო ასე რომ. ეგრე არის და აი მაგალითად საცალო დაძახება ჩვეულებრივი აი აქ რა არის მნიშვნელოვანი რა მინდა რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს და ზოგადად ყველა მონადირეს ასე რომ ვთქვათ აი ალბათ ბოლოში აი ეს დარტყმას რო აკეთებს ეს დარტყმა არის მომენტი როცა ენა მიდის და მაღლა სასას მკვეთრად ებჯინება ასე რომ ვთქვათ თუ ესეთი მოსხლეტვითი დაბოლოება არ ექნება ასე რომ ვთქვათ ამ ჩაბერილ ჰაერს არ გამოიკვეთება ის ხმა რაც იხვის ხმა არის და გამოვა დაახლოებით ესეთი რაღაცა. რაღაცა დაუსრულებელი როგორც მოუმატებ ჰაერს, უცბად ვერ დაკეტავ რომ ის გამოიკვეთოს და რაღაცა წნევის ვარდნას ენათად რაღაცა ჩამოიღვენთება ხმა ასე რომ ვთქვათ რა. ეგ არის მან მთავარი. და მეორენაირი რამი და მეორენაირად რა ახსნა, რას აქვს მნიშვნელობა იცი? ახსნას აი ეს მომენტი რა. აი ეს მომენტი ვიღაცას გონია რომ ეს დაორთქლის მომენტი იცი რატოა საჭირო აი ეს ამას რო აკეთებ რომ აი ესეთი სიხშირე და სიდიდით უნდა გამოუშვა აქ ჰაერი. არა ადამიანებო, ესე იგი ასე რომ დავიძახებ და აკვირდით თქვენ ფიზიონომიას, მუცელი როგორ იწევა შინთ, ჰაერი მოდის აქედან. არა ყელიდან და მაღლა, არამედ ქვევიდან მოდის ჰაერი. რო გააკეთებ მუცელი აუცილებლად შიგნით შეიწევა, ქვევიდან წამოსული ჰაერი უნდა იყოს. მე შევხვდე ესეთი კაი ახსნა პრიმოსის იმაში რა ქვია ინსტრუქციაში იქ ეწერა როგორ უნდა დაიძახო, ერთეული დაძახება რატოა საჭირო, რამდენი ჩავარდნა უნდა იყოს და ყველაფერი დაწვრილებით იყო მოცემული და იყო როგორი შედარება უყურე, წარმოიდგინეო ჰაერი ისე უნდა ამოგდიოდესო პირიდან რომ ხმამაღლა რო ჩურჩულებო რა.
და აი რო დაიჩურჩულებ ხმამაღლა ჩურჩულით რო ილაპარაკებ ზუსტად ეს აქედან წამოსული ჰაერი ანუ აშკარად გრძნობ რომ აქედან ლაპარაკობ მუცლიდან ასე ვთქვათ რა უნდა მივხვდე რომ ქვევიდან წამოიღო ეს ჰაერი მაგრამ თავიდან დამერწმუნები ალბათ რომ ძალიან ძნელია ამის გაკეთება ვერ ხვდები მუცლიდან მოგაქვს პირიდან მოგაქვს თუ საიდან მოგაქვს ხშირად ლოყები ძგვებერება რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ ანუ მარტივი ფორმულა არის რა ქვევიდან რომ ჰაერი წამოვა იმ ჰაერის დანაკარგი არსად არ უნდა წავიდეს არაფერი არ უნდა გაიბეროს ასე ვთქვათ ნელა-ნელა და ისევ ნელი-ნელი და ჩუტო არ უნდა მოხდეს პირდაპირ უნდა გაიაროს საყვირში და მკვეთრი დაბოლოებები უნდა კონდეს რომ გამოვხატოთ იხვის ხმა ბოდიში რომ შესაძლებლად მე ვილაპარაკი ამ ბოდიში ძალიან მშვენივრად მომწურავად ახსენე ყველაფერს ეხლა ხო კვებები როგორ უნდა გავაკეთოთ ანუ ეს ჩვეულებრივ შემოტრიალებულზე ახსნათ ხო შემოტრიალებულზე ახსნათ ანუ ჩვეულებრივ ახსენით და შემოტრიალებულზე ახსენით აი წარმოგიდგინეთ თიკი ხო ანუ ენა უნდა ვათამაშოთ ენის წვერი წილებზე რა ხო აი ავტომატიურად ხო გვითამაშია ბავშვად კატა აი ეგ არის ზუსტად მიაგნო რა ეს მომენტია მეტი არაფერი რა აი მაგალითად უყურე ძალიან მაგარი კი ბატონო და მაგრამ ძალიან დაიჩქარა იძახი ვიზია შენ პული მე შეჩეული ვარ ეხლა რა ვქნა კაი ჰა ხო აი რაღაცა ესეთი ის რომ ადამიანების ფსიქიკამდე დავიდეს რა ანუ ესე რო ვთქვათ რომ აი მე ეხლა დამწყები ვარ მივიდი ავიღე მანუპი და დღესვე გამომივიდეს ეგ ალბათ 1000-ში კი არა მილიონში ერთი დრო ან იქნება ხო შოვა პრაქტიკა და დრო კი ბატონო ანუ დრო უნდა დაუთმო და რაღაცა მაგალითად თუმცა არსებობენ იმნაირი ნიჭიერი მოსწავლეები როგორც არის კობა აგერ შალვა რომლებმაც რაღაცა აი მონდომებიდან ერთ კვირაში ორ კვირაში აი გაუზარდოთ დრო მიაღწიეს იმ საფეხურს რომ ჩვეულებრივ შეუძლიათ იხვი მოატყო მე ანუ უყურე ესე ვიტყვი რა მე ძალიან დიდი წლები დამჭირდა ამის სწავლაში პირველ წელს ისე რა მაგალითად ეხლა რო არიან კობა რა დონეზეც არის და ჩვენი შალვა რა დონეზეც არის რა ამ დონემდე მე პირველ წელს ვერ მივიდი მოდი ისიც ვთქვათ რომ მაგ ყველაფერს განაპირობებს კარგი საყვირები და გადმოცემული ცოდნა შენ ხო მაშინ არ ქონდა საინფორმაციო ვები საიდანაც შეგეძლო რომ აგეღო ეს წყარო რომ აი როგორ უნდა დავიძახო ამანოქსა და იმანოქს შორის სხვაობა რა არის და ანუ ამ შემთხვევაში კობას და შალვას შემთხვევაში მოხდა ისეთი სიტუაცია რომ ანუ დიდი ბაზა იყო ამისი რომ შედარებები გაეკეთებინათ და ანუ სწავლებებით შესაბამისად სწორი ინსტრუქციებიც ცოცხლად იყო რა და ამ ხალხმაც არ დაიშურა თავის ძალღონე და ძალიან მარტივად აიდგეს ფეხი და ჩვენი გადაცემაც თუ ეს პატარა ვიდეო ჩანაწერი რაც გადაცემას ჩვენ ვაკეთებთ ახლა სასაცილო ეს ყველაფერი მაგრამ მაინც ეძღვნება მაგას რომ იყოს ქართულ საინფორმაციო ველში ესეთი მიდგომა რომ ადამიანმა აიღოს და ისწავლოს რაღაცა კონდეს საბაზისო აი ვით უნდა დაიწყო და როგორ უნდა დაიწყო რა და გაგვიკეთე კვების ხმები ახლა ერთი კიდე ერთჯერ გავაკეთოთ კვების ხმები მე ეკოთი გავაკეთებ შენ მაგით გააკეთე მე ბატონო თუ გინდა სხვა მაგას გავაკეთე მოდი რა ვქნა კი ამიტომ მე ერთი ჩამოიარე და მე გავაკეთოთ უბრალოდ ესეთ შედარება რომელიც საყვირებში რა სხვაობა ყველათი დაიძახი ასე კი ბატონო რომელს უფრო ანუ ხმაზე ფასის დიაპაზონს აქ არა არსებითი მნიშვნელობა და კი ბატონო დაძახებას უნდა აკეთო ხო ყველაფერი ანუ მთლიანი კურსი იმას აი მაშინ კვებით დავიწყებ და შორს გადავა კი ბატონო შორი რატოა საჭირო ეგ გითხარი შორი რატო არის საჭირო და იმიტომ რომ აი ზიხარ წყალსატევზე მდინარეზე და არაფერი არ არის მაგრამ შორიდან ხმა მოდის ან არ მოდის შეიძლება ჩვენ ან ძალიან შენ დაინახე თვითონ ხო მაგალითად დაინახე გადაფრინას ტყვაზე რა არც იყურება შენსკენ მიმოვალი ხო რა უნდა გააგონო რა ის ხმა უნდა მიაწვინო იქამდე რომ რაღაცა დააინტერესო და მოიყვანო საფრთხე და შესაბამისი მოხმობა ან მოწოდებითი მოხმობა მე ასე ვეძახ ხო ანუ მოწოდებით ამერიკელები ამას ეძახიან იმას რა ქვია კამბექს რა ხო მოყვანა რა მოდიაკ ხო მოდიაკ ხო სრული მაგალითად აი უყურე ეს არის კამბექი აი მაგალითად იხვია გადაგია რა და წავიდა ვერ დაგინახ ვერ შეგამჩნია და ჰეი სად მიდიხარ მოდი ეს არის რა უყურე
ეგა გასაგებია, ეხლა სანამ დაგვაწყდება შეატრიალე და ისე გააკეთე ეგ რომ სუნთქვით მიხვდნენ ადამიანებმა. ეხლა მე ჩაგეკითხები რას? აი ხმას რო აყოლებ რაღაცა აი ეს რომ მოგდის რა. ხო, ეგ იმიტომ მომდის რომ უყურე არა, მე ცუდს კი არ ვამბობ, რამე რატოა საჭირო და სხვა შემთხვევაში სწორად დაიძახებს. ეგ ბუნებრივია, კი უყურე მაგალითად ენა და ეს ჩვენი პირისისა რა. და ენას რო იმაშები აქედან რომ მოგაქ აი უკვე უკეტაო, გინდა არ გინდა ხმა ხო ბუნებრივია რა, გინდა არ გინდა ეგეთი ხმა. მე რატომღაც შემიძლია ვქნამასი, შემიძლია არ ვქნა, მაგრამ შენ აი ისე ოსტატურად აკეთებ, ანუ იმისი თქმა მინდა რომ ვგრძნობ რომ ძალიან გეხმარება ეგ იმ სრულყოფილებაში, რაშიც შენ ხარ რა, ამ დაძახებასთან მიმართებაში. და არის მომენტები, სადაც მაგას არ გამოიყენებ, საერთოდ ვერ დაიძახებ, ისე კარგად რა და მე ხან ისე ვიძახი, ხან ასე ვიძახი, ანუ ძალიან ხო, ანუ მე ეგრე მაქვს გამომუშავებული ჩემი. მაგრამ მინდა რომ მეც დავიდე მაგამდე, მაგრამ არ გამომდის რაღაც სადღაც გამირბის მე და უფრო მეტ ჰაერს რაღაცას აკლებ. ხო, რა, უფრო მეტი ჰაერი მეხარჯება რაღაცა მომენტში და მე ვეღარ რა და აი შენ ძალიან ზომიერად გაქვს ეგ მომენტი რა და შეგვიძლია ისეც რომ დავიძახოთ, მაგრამ ესე უფრო სრულყოფილი, ანუ ეს ხო, ახლა პრაქტიკა გიჩვენებს და ხვევიდან ბგერის მიცემა, ასე რომ ვთქვათ რა. ბატონო, ანუ ანუ ხელს უწევ ანუ შველი ხრინც და სუფთა ხმა. ეხლა შეიძლება თავში უნდა დამისვა ეს კითხვა, მაგრამ ერთია შენ რამდენ რაღაცას აკეთებ და რამდენაირად შეგიძლია ვთქვათ ერთი და იგივე დანიშნულების დაძახება გააკეთო. გინდაც მოხმობის, გინდაც კვების, ანუ კვებაში სხვადასხვა 1000 გადათამაში გატო, მაგრამ რამდენი ძირითადი დაძახებაა რეალურად რაც გვჭირდება ნადირობაში. რამდენ იმათ და ხასიათები. ანუ უყურე სამი ძირითადი არის რა. არის ჩვეულებრივი საცალო დაძახება, იხვიზის და ყვა იძახის. ხო, იძახი. ეგ არის. მეორე არის რომ იხვი გადავა და ყურადღება არ მოაქცია იქ. ხო, ის მოწოდებითი რაც არის, მოდი აქ დაძახება. ეგ ხამბექისა რა, დაუძახე მოდი აქ და ყვება. და ყვება. მაგრამ ამის რამდენადაც უფრო გამხატრონებას მოახერხებ, შენ შინაგანი ინტელექტზეა ეს და ანუ ეგ უფრო კაია. ანუ რო არის ხო ახლა ეს თამაში და ისინი ყვება არა რა, მეორე ისინი რაღაცა ანუ რა. ეგ ის არის რომ აი ხინო ტრენს გირყავს რა და ანუ უყურე გუნდი არის რა, ფიტულები რაღაცა და ეთამაშები რა, მოდი რაღაცა. ხო, ოღონ ისიც ვთქვათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავის დროზე შესაბამისი დაძახება. რა თქმა უნდა. ეს მე მგონი შენს გიგრძნია ნადირობაში და იხვი რომ მაგალითად სათოფეზე ყავს ახლა 30 მეტრში რაღაცა და უბრალოდ ვერ ესვი რა, ანუ რაღაცა გიშლის ხელს, ყველაზე ხარ რა, მაგალითად ხან არ წამოვიდა იმ კუკლებში რომ გაწყობს. ხო რა, ანუ ვერ ესვი რა, არ არის. ან კუკლებს გაუარა ისე რომ კუკლები უნდა გააფუჭო და ისე ავიდა მაღლა რაღაცა. შენ რო 10 მეტრში და 20 მეტრში ხავს, იხვი და ძალიან დიდი ხმით რო დაუძახე. და ბევრს გაუგვირდება ეგ ნეტა 10 მეტრში და 20 მეტრში გვანახა იხვი და იქით არ უნდა დაგვემართოს. ხო რა. ნუ უფრო არ უნდა გავაზრდე. კი ბატონო, რაც ახლოს ყავს იხვი რო შენსკენ მოტრიალებულია და მოდის ტონს უწევ და ყვება. აქა-იქა წაუწყავ რაღაცა კომანდა მაინც. ო, ეგ არის უფრო შედეგიანი არის მე რა, უფრო დაგიჯდება და რაღაცა. მე ნუ ზოგადად ვიცით რომ იხს ახასიათებს რამდენიმე წრე უნდა გააკეთოს და ამ დროსაც ანუ თქვათ გავაკეთეთ ერთეულ კვებებს კვებებს კი არა ერთეულ დაძახებებს ვიძახით, იმიტომ რომ თუ სადმე რამეა რომ შეგვამჩნიოს მე გადავდივართ მოწოდებებზე. არის მეორე მომენტი ესეთი, აი თქვათ რუსულ კრიაკებს რო უყურებ საგაზაფხულო ნადირობებს და იმაზე, აი ერთეულ დაძახებებს რო აკეთებენ და უცბად გამოჩნდა სადღაც იხვი. თუნდაც ახლოს სადღაცას რა. აი ის მოწოდებითი მოდი აქ, ხო, აი ეგრევე წასწხებს, ხო და რომ დაატრიალებს და წამოვა ამისკენ, არის მომენტი რომ ბოლომდე მასე იძახიან, ანუ რეალური იხვები. არის მომენტი რომ დაატრიალებს და წამოვა აქ და გაჩუნდებიან ხოლმე და გადადიან ლაით კვების ხმებზე ასე რომ. თამაშს. ხო და ისე თამაშობს ჭამს. მოდი ეხლა ეგ გავაკეთოთ, ისა რა ქვია, მთლიანი ციკლი გავაკეთოთ სამივენაერთი, ანუ ერთეული, მერე მოწოდებიძე გადასვლა, მერე ისა რა ქვია,
კვება, ანუ უკვე ჩვენსკენ წამოსული როა, მე გააკეთე პაუზა, თქვა აი შენსკენ შემოტრიალდა, ხო და აი რა მინდოდა იმ წრეებზე ამეხსნა. ანუ ამ ერთ წრეზე რომ დატრიალდება შენსკენ და წამოვა პაუზას როდის აკეთებ, ეს გააკეთე, გაითამაშე სიმულაცია და მე ვითომ შეტრიალდა. იმ შეტრიალების დროს კიდე ცოტა უნდა მიაშველო ხმა, რომ საწახვედი მოდი აქ, ანუ კიდე უფრო უნდა დააბა რა. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ იხვი ერთი წრის მერე რომ გადის, ის აუცილებლად მიფრინავს. ის ზვერავს ადგილს, რომ დაიგულოს თავი მშვიდად რა და მე დაჭრა. ორი ძირითადად მესამე წრეზე მოდის ხოლმე და ეშვება აი დათოფილი ისინი იხვები რა. რა ერთხელ ორჯერ სამჯერ და 10 ჯერ როალიან დათოფილები. განაგლებულები რო არიან. დანაფთხალები ერთ წრეში და უწრეში არ თავი. იბა შეიძლება ეს არის ყველაზე საუკეთესო ლიმიტი 2-3, თორე შეიძლება 6, 7, 10-იც გააკეთოს რა. რაღაცა არ მოწონს ფიტულების განლაგება, აი რაღაცა არ მოწონს. ან შეიძლება 2-3 კრუგი გააკეთოს და მე-4-ზე მოვიდეს და რაღაცა არ მოიწონს და ვაფშე წავიდეს. შეიძლება მაგალითად შენ აი ყველაფერი კარგად გქონდეს, მაინც რაღაც არ მოიწონება და თქო. კი ბატონო და მომენტი არის რა რომ ჩვენ არ ველოდებით დაჯდომას იხვისას ზოგადად იხვზე ნადირობის დროს და მეფრინველი ხალხი დამჯდარზე სროლას აი ძალიან ისეთ სულმოკლეობად აღვიქვავთ ჩვენ მოძრავი სამიზნეები გვიტაცებს თორე სტატიკური სროლა ხო ყველაზე ისეთი თემაა რა და ვესვრით ანუ ჩვენ ვარჩევთ ამ წრეებში მომენტს როდის არის ყველაზე კარგ და რეალურ ხელსაყრელ პირობებში იხვი შემოსული მანძილიდან გამომდინარე, კუთხიდან, ტრაექტორიდან გამომდინარე და ვახორციელებთ ის მონადირეებს. ეს არის ამ ყველაფრის პრინციპი, ასე რომ ვთქვა. კი ბატონო, ხო ეგრევე ერთ წრეზე შემოსული და მე არის ხოლმე განცდები ზოგადად რაღაცა რო არ მოეწონება მე და ნეტა მესროლა და რატო არ ვესროლე, მაგრამ რომ მოგვითმენია, ისიც ხო გვინახია რომ ლამის აი მართლა შენ წვიცი ჩატყებებულა რა და ეგ უფრო მაგარია რა და ჯობია ინანო ვიდრე იჩხარო ასე რომ რა ინანო იმ გაგებით რომ არ მოეწონა და წავიდა ასე რომ რა სათუაზე არ უნდა ქნა ხო ჯობია რომ ხო მოითმინო რა კაი ეხლა წეღან რო ვთქვით დავიწყოთ ერთეული დაძახებით მივაყოლოთ მოდი აქ დაძახება გადავიდეთ კვების ხმებზე, ანუ უკვე რომ შეგვამჩნია და მოწოდებით საჭირო რო არ არის ეგ გავაკეთოთ. პაუზა, ვითომ მე რომ მოვიდა და ერთ წრეს აკეთებს, აი რო წავა, მე კიდე ანუ ორი წრის ციკლი შევასრულოთ, როგორ იქნება ეს და წავიდა. კრუგები დაარტყა, წავიდა რა, არ მოვიდა. ისევ შემოვატრიალეთ რა, მაგალითად და წრეებს ატყავს და ნუ და დაждდომა. ხო, თავდაჯერებულობა შეიძლება. ეს არის ეს და დაბალ ხმაზე შეულები ფინიში რა სიცხმეა მოდი. ხო, ფინიში რო აი მაგას რო გაჩუმდები და უკვე ახლა წეს თოფი უნდა გავარდნილი. ხო, აი მაგას აი მას გესო რა. და რამდენიმე წამში პასატაზე არის და მანუქს გაუშვებს ეს სასულელო. კი ბატონო, მე მგონი ამ მიმართულებით, რა ვიცი, ახლა მეტი რამე არ მახსენდება რომ ვისაუბროთ. ისი? გითხარი ხომ ახლა კაცო? ეს რომელი ხილოთ თეორიის. ხო, მაგაზე ახლა გადავალთ. ანუ ამდენაირ სახეობა რო ალაგია ამ მანოკებში არის და სწორი მიმართულება მოგვეცი, მადლობა გიო. ყველას შეიძლება არა, მაგრამ განსხვავებები არის მაინც. კი. ასე რომ ვთქვათ, მოწოდებითზე, აი ძალიან დიდ წყალსატევებზე მართლა რო აი კილომეტრზე უნდა გააგონო, ძალიან ისე რომ ვთქვათ, უხეშად არსებობს მაგნაირი მანოკები, რომელზეც აი ესე დაბალ დიაპაზონები შეიძლება ვერ შეძლო, ახლა შეიძლება გააკეთე. არის მე ვფიქრობ, რაც საშუალო ზომის მანოკი, რომელთაც ასე რომ ვთქვათ, კილომეტრზე არა, მაგრამ 500 მეტრზე გააგონებ და დაბალზეც ამუშავებ. ანუ უნივერსალურ მანოკებს რო ეძახით და ხო, არის ისეთი მანოკებიც, რომელიც აი მართლა სადღაც ახლომახლოში როა, იქ უნდა დაუძახო რა, საღამოს შემოფრენებზე რო არ გჭირდება ეს კილომეტრიანზე თვალით რო არ გიჭრის და უბრალოდ
ფრთის ხმას იგებ და მაშინ დაუძახო. მაგრამ კომანდიერი არის. ხო, რაც წნევებიც სხვადასხვა ჭირდება, ასე რომ ვთქვათ, ძალა ჭირდება სხვადასხვა და შესრულება სხვადასხვა და აქ ალაგია ეს მანუკები. ეხლა გავყვეთ ამ მანუკებს და რომელი რას წარმოადგენს, რომელი არის შორიდან და გინდა დაიძახე და იქედან მიხვდი. და მე თქვი რომ ეს შორს დასაძახებელია, ეს საშუალო დასაძახებელია, ეს ის არის და საშუალოდან დავიწყო. ხო, თან გამოვარკვიოთ რა, ბევრჯერ გამომეორდით და კიდევ ერთჯერ გავუშვათ ხაზი და მალ-მალე მივაყოლოთ ეს რომ ჯერადობა ყურის, მაგრამ შენ ახლა ისე კი არ ხარ როგორ გადაგვივარდი აქ. ჯერადობა ყურის ხალხის რომ განასხვავა რა, რამე სხვაობები არის თუ არა ამათში რა. და დავიწყოთ თქვათ ყველაზე ბიუჯეტურიდან ეგ დადე და მოვაყოლე და გამოდი ბოლოში რა. ნუ ეხლა ეს ვიცით საცა. ეს არის პრიმოსის. ეს 2-1-შია. ხო. მოდი ერთი რაკენი იცი, ანუ ამის დაკეტვის გარეშე დაიძახე ჩვეულებრივ როგორც იძახი რა. დაკეტე ახლა. აბა ის ციკლი შეასრულე არა. მეკეტება რა უქნათ. არა უშავს. ეხლა დაკეტე ისე დაიძახე ვთქვათ. აი რამხელად ამის დანიშნულება ხო იცი რა არის? ეგ ანუ ეს გახრეტილი რა, ამას რომ დავკეტავთ, ამ გახრეტილს რომ დავკეტავთ, არის ჩვეულებრივი დედალი ხარაზულა რა. და ამას რომ გავაღებთ, მე არის რუხი იხვი, კუცადგისა იხვის დედალის ხმა, ნუ იმათ გახსოვს როგორი უფრო მოწვრილო ხმა შედარებით რა. ვინმეებს ვიდეოებსაც რო უყურე და აი იმას გავს. ხო რაღაცა აი ჩეროკამდე დედლებთან ჩამოდის ასე რომ ჩეროკის ხმასთან ძალიან ისეთი. მე რაც მაქვს ვიდეოებში ნანახი, ხო ამას ამნაირ რაღაცა სტილში, ანუ კლასიკურ სტილში არ იკავებენ. უკავიათ აი ესე და აი ესე იძახიან და როცა ჭირდებათ რაღაცა შუაში რომ მეორე იხვიც ჩარტონ მრავალფეროვნების ყუთი აუშვებენ უცბად და გადადის უკვე იმ ხმაზე. აბა ეგრეთ სად? ესე დავიჭირო? ხო. იმას დააჭირე თითი და რომ მოგინდება აუშვი და რაღაცა გადაერთე უცბად თვითონ სხვა შენს გაიჭირე. დაიჭირე. ესე? ხო, მასე დაიჭირე. ანუ ესა დაფარო. ეგ დაფარე და რო დაგჭირდება აუშვი. ხო, მაგრამ ესე თუ თითით მანიპულირება არ გინდა, გააკეთე ისე, ანუ მასე ეძახიან მაგით რა, მაგას. ეს ლოცვად გადადი მეორეს. ჩვეულებრივ? ხო. იმას აუშვი ხელი, ანუ მასე დაიძახე და აი ესე ორი თითი მოკიდე და ესე აუშვი მე რა და გააგზელე რაც ახლა გააკეთე. იგივე გააგზელე მეორე ხმის ხმაში. ანუ რეალურად განსხვავდება. ეს იყო ყველაზე იაფიანი ვერსია. გავყვეთ ახლა და ეკოს რას გავაკეთებინებთ ნახოთ. ეს ეკო არის რავი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მანუკი სულ მაინტერესებდა და რავი. ოღონდ ვთქვათ ისიც რომ აქ რო წარწერები ამ წარწერების მიხედვით მნიშვნელობები აქვს ხო მნიშვნელობები აქვს სიხისტეები ხო ბრეიქერი DRT არის და XLT არის მგონი მასე აღარ მახსოვს კლასიფიკაცია მაგრამ ანუ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს ანუ ესე ნიშნავშია რა არ ვიცი ახლა ზუსტად ეს რომლისაა და რაღაც ერთი არის მაგ ღია სივრცისთვის მაგალითად DRT ბრეიქერი არის მაგალითად საშუალო და ისა XLT არის მგონი რა სიტყვაზე რა არის ახლოს დასაძიხებელი DRT ხო კაი აბა მიდი დაუშვი ესეც აკრილია ხო სრული აკრილი არის ესეც გამჭირვა არის ერთ-ერთი ძვირიანი ანუ ეკოს და ჰობოს არის ანუ ასე რომ ვთქვათ რაც ცოტა ცნობიერება წამოვიდა ყველაზე მაღალი კლასი ანუ შეჯიბრებებია მოგებული უამრავჯერ ამორი წერია კიდევ მაგასაც აწერია ჰობოსაც აწერია და ტოპია სერიოზული ტოპია ასე რომ ვთქვათ და გონია ხოლმე რომ ამნაირი რაღაცა რო არ იქა და რაღაცას შვება ნახოთ აგერ რა შვება ახლა ყვება როგორი მაგარი ყვება აქ კი
ეს ანუ უფრო მხიბლავს თავის კვებით ეს მონოკლი. კი, ხო, ძალიან ხარი და ესეთი მოძრავი და მომყოლი კვება აქვს რა. რაც მაგალითად ჰობოს უჭირს კვებაში, თავისებურად გუდავს ბოლოში, ხმა თუ არ მიაშველე, ჭედავს პირდაპირ ვთქვათ. გარდარი უმაღლესი კლასი. ანუ ხმას თუ მიაშველებ, აი რაღაც თავის მოგუდვებს აკეთებს ბოლოში საინტერესოს, რაც რეალურად გეუბნება. ხრინც მატებს და რეალურად გეუბნება, რომ ეს არ არის კილომეტრებზე სამუშაო მანოკი, არის აი კონკრეტულად ახლო ლოკალური მუშაობისთვის მთელი თავის შინაარსი. და ამასაც თავის სერია აწერია, ამათშიც არის ესეთი დანაყოფები და ფრეის სერია წერია. ხო, ესეთი რაღაცა აწერია, ესე რომ ვთქვათ. აბა ეხლა ეგცადე რა. აი როგორ აი წვიათ დაყვება ის მაგრად მიყვარს ეგ. ხო რა, აი მოგუდო რაც თავისებური თამაშია. კი, ხრიწებია. როცა გინდა რო იყიდო, ამისი ფასი არის 130 და 150 დოლარის ფარგლი. 100-დან 150-მდე უნდა ჩაეტიო. რეალურად, აი პრახ შევედი და მინდა რომ ვიყიდო. 130-დან 150-ის ფარგლი. 100 დოლარად უნდა გაგიმართოს. ანუ 130 დოლარის ქვევით უნდა გაგიმართოს და გაარტყა რა. ეხლა მე მაგალითად 79 დოლარში გავარტყი ეს რა. ესე გამიმართლა. ეს ჩვენი ჰობო, ეს ჩემი და ეს იყო რეალურად ასე ვთქვათ, კი აღნიშნეთ კიდევაც ლოკალურად სამუშაო ახლო დიაპაზონში და ის ეკო იყო, აი რაღაც საშუალო რა, ანუ შორსაც შეგიძლია, ახლოსაც შეგიძლია რა. ჰობო უფრო ის არის საშუალო და ახლო. კი. ეხლა გადავედით დამანგრეველ დამაზანგრებელზე რა. ეს აი პირდაპირ აი რუსეთიდან ჩამოყანო. აი ეს როგორ გაუკეთე ყურები იყო რა. დაუჩქაროპერელიოთი. ეპიცებით მე რო ვიძახი ამით, ან მაგის მომდევნით ეხლა ორივეთი დავიძახებ. ესე იგი ასე მგონია რომ ტაფა დაკრეს თავში რა. ეს არის ტყის მანოკი რა. ტყეში გამოსაყენებელი და ტყეს ორი სპეციფიკა აქვს, რასაც ყველაზე მაგრად ერგება ამ ტიპის მანოკები და არის მაგისთვის შექმნილი. და რა სპეციფიკა აქვს? ხომ ჭექარი, რატო ამ ჭექარი საჭირო? ბევრი ხეები, ბუჩქნარები, ბუწნარები, ტოტები, ანუ რაც უფრო მეტი რაღაცა სივრცეში წარმონაქმნი თავისი სტრუქტურული, ზედაპირული სტრუქტურული შემადგენლობით ხო, გერებს თანთქავს. მაგრამ მეორე მომენტი აქვს, რომ წყალი აქვს ქვევით და წყალი კიდე რაღაც არეკულას აკეთებს რა და რაღაც ამ ორ განსხვავებულ დიაპაზონში ისეთ სინთეზს ქმნის, რომ აი გაგიჟდები უბრალოდ რა და ეს ჩვეულებრივად რო იძახი, ვერ ხვდები რა საჭიროა ანხელა, ხრინცი და ამბავი, მაგრამ იქ მუშაობს რა. არა. მოითა მეცაკვები მეთქი. ჰა, ორივე ერთად. ეგ ბოლოში ვქნათ, მაგრამ ეხლა შენ დაიძახე, რომ რეალურად შენ უფრო კარგად ეძახი. ძალიან მაგარია, აი ძალიან მაგარია. აი როგორი რაღაცა იცი რომ შეიძლება დაფიქრდე რომ აი რა თმინდა, მაგრამ რო გაგისწორდება და ეს მომენტია რა. აი რო გაგდა ამის იმაში შეხვალა, ამ სფეროში შეხვალა, აი ამოუწურავი და აი გაკ, მაგრამ გინდა. გაკ, მაგრამ გინდა ის გაინტერესებს. ხო, არ გჭირდება, მაგრამ მაინტერესებს, ხო, მინდა. ხო, ეს მომენტია. მაგალითად აი ეს ბაგანერი ვიცი რომ ყველანაირად მაკვაკუთილებს, მაგრამ ვიყიდე ეხლა საათს 1-2 კვირის წინ ჩავომივიდა ჟარგონი მაგალითად და აი მინდა მაინტერესებს რა ვიცი შეიძლება უფრო უკეთეს მივაგნო ამ იმით რა ხო ანუ ეს არის განვითარებისთვის წვალება ანუ ადამიანი რო ერისვენებ და სულძიება ჩქარ და მე მგონი ზოგადად განვითარებაც ამას მოყვება ეხლა სხვანაირად აგერ გამზადებული პროდუქცია იმ ხალხს არ ქონდა და მოიგონეს და
ჩვენ მოგონებულზე გვინდა ასე რომ ვთქვათ ეს ყველაფერი რომ გამოვცადოთ და მოკლედ ამ მონდოს იყო ერთენიანი და მოყვა კიდე დამატებითი ენები და მოკლედ მურადის აქ მიდრეკილება და კარგად გამოსის და მეცვე თანხმები, რა ვიცი, ერთენიანი რამდენი რაღაცა არ უცადეს, მაგრამ რაღაცა ჩვენთვის აკლია. და ზოგადად კლასიფიკაციით ერთენიანს რო ფლობ და ეძახი ითვლები მართლა ჰაი კლასის დამზახებლად, მაგრამ ჩვენ ვერ უმუღამებ და ადგა და დაანასტროიკა და გაუგეთა ორი ენა რა. ვაიმე. კინა გაუგეთა ორი ენა რა. და უფრო მსუბუქი და საძახებელი გახდა, თორე დავარბილი. ისე აი გცლის, აი ამდენს ეხლა რაც დავიდა. აი ერთენიანი. ხო, აი ეხლა არის ერთენიანი, აგერ აი გცლის, აი ფილტრებს გახევს ასე რომ ვთქვათ რა. და ზოგადად ვიდეოებში რო ვაგვირდები რა არის მურად იცი რომ ამით იმდენს არ ეძახიან, რასაც ამ პატარა სტანდარტული მანოგები. აქ არის 3-დან 5 დაძახებამდე. მაქსიმუმ ჩერდებიან, პაუზები აქვს, იმ კვებაზეც ისე გადადიან, ანუ ისვენებენ ოღონდ ისე ზომიერად რომ საერთო ჯამში წრედი იქრება. წეხან როგორც თქვი რა, იქ მომენტი და თავიდან ვერ ეს რომ მოსკოვიდან მიხილეთ ეს მანოკები. ხო. ეს მანოკი, ანუ რო დადგე და ეს მარტო ესეთი დაიკიდო და წახვიდე, ჩამოიკიდო და წახვიდე რა, სანადიროდ 1-5 წუთი შენ ჩამოკიდებენ საიხვენ ხო რა, 5 წუთი და მე უკვე აღარ გინდა რა, იხვი რომც მოვიდე აღარ რა, უსო დაიღლები რა ეგ რა. ანუ სპეციფიკურად სახმარი მანოკები. ხო, არ არის, ანუ კი ვითომ რბილია, მაგრამ რაღაცნაირი კამერა ქაერს გაცლის ეგრევე ეს ერთენიანი რა და უფრო კვებაზე და იმაზე ძალიან მაგარი ხმა. ხო და მოკლედ დავიძახოთ ახლა აქედანაც ეს ერთენიანი როგორი დასაძახებელია და კიდე როგორი აი ესეთი უხეში ხმა აქვს რა. მაგრამ იმ პირობებისთვის საჭირო. ამას უფრო განიერი ენები აქვს ფონჩებსაც და მეჩვენება. აბა ერთება. ერთი და იგივე. ერთი და იგივე. აბა დას. სიო გამოიცალე, მე ვიხდი უკვე რომ. შენ რომ გამოიცლები, ეგ უკვე პიკია ასე. სიო, ეგ არის. ანუ რას ვიძახი, მეტი არ უნდა გააგრძელო, ეგ არის მაქსიმუმი. აი მაგალითად, მაგარნერი თუ ანუ ამას რო გავაკეთებ, მე კიდე შემიძლია გავაგზავნო. ხო, ანუ შეიძლება რომ წრეზე იარო რამდენი მეტრე აქ ვერ შვები და არც ჭირდება იმ გარემოს საკმარისად. ხო რა, ყველა მანოს რაღაც თავის დანიშნულება აქვს. ამას სხვა რაღაცა მოეთხოვება, იმას სხვა. მაგისი ალტერნატივა უფრო მსუბუქ ვერსიაში მე ამ შედარებებით მივხვდი რომ არის unlimited-ი, ანუ იგივე დანიშნულება, შორი დიაპაზონი, დღესთანაც ახლოს არის და შორი მოხმობებისთვის შეიძლება, მაგრამ აქ შეიძლება რომ ანუ რამდენიმეჯერ გაიმეორე ყველაფერი და ისე არ დაიღლები როგორც ის ერთენიანი დაგრძელე, ორენიანი, შენი ორენიანიც არ არის დამღლელი, ხო რა? ანუ იმითაც შეძლებ ამ ყველაფერს, მაგრამ ხმები რომ ახლო კავშირში მივიდეს საბერთიანოთაც დაგვიძახე რა. კი ბატონო. არა, ანუ კვებაში ხმა გაუყოლე რომ აიხმო. მე იმას თამაშს ვაკეთებდი. არა, ბაზარი არა, მივხვდი მე შერასაც აკეთებდი, მაგრამ მე მინდოდა რომ სხვაობისთვის ყოფილიყო და რახან არ გამოგვივიდა, ანუ ვერ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს, ხმის გარეშე კვება გააკეთე და მე მოიცლე პირიდან და მე ხმით გააკეთე, ანუ გავყოთ რა, რომ განსხვავება ვნახოთ რა. მოიცილე პირიდან და მე მიიდე და ხმით გააკეთე. ეს არის უხმო და ის იყო ხმიანი ასე რომ ვთქვა. აი ესეთი რაღაცა იმიტაციებით შეუძლია. კი, ანუ ეს აი უხმო, აი წლიპინი რო დაყვება, ეგ არის
იმენა რომ აი უკვე ნაყვები არის რა და თამაშობს. კი ბატონო, თამაშის ხასიათია, ასე რომ განცხრომის ხასიათია და რას მინდა რომ ხაზი გაუსვა მურად ამ ყველაფერში. რა შევატყე ზოგადად მაღალი კლასის მანოკებს, რომ ანუ ეს რეგულირება შეგვიძლია ენების წინ წაწევა, წანაცვლება ერთმანეთთან მიმართებაში, ხო, ჩაძირვა უფრო და ასე შემდეგ და რა არის იცი, რა მანოკებით ჩამოვიდა, ერთადერთი მანოკი არის ეს 80 წლის საიუბილეო, რომ გასწორება არ დაჭირვებია ჩემთვის, მაგალითად, ანუ ჩემი სუნთქვისთვის და ამას რატო ვიძახი, ანუ რეგულირება შესაძლებელია ამ ყველაფერს. ანუ მაღალი კლასის მანოკები გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ადამიანი განსხვავდებით ჩვენი ამოსუნთქვით, ფიზიონომიით და შესაძლებლობებით. მარტივად რო ვთქვა და ეს მაღალი კლასის მანოკები გაძლევს ამის საშუალებას, რომ მოირგო შენ შესაძლებლობებზე და გამოსცე ის ხმები, რაც შენ შეგიძლია რეალურად რა. რამდენჯერ ყოფილი ახლა მაგალითად რო საუბრობთ ხოლმე გარჩევაში რო ვარ და ახალი რაღაცა რო ჩამოდის, რომ აი მე რო ჩემ ხმაზე დავაყენე და რო დაგირეკე რომ აი ვსიო, კაროჩე მივაგენი და მეტი რამე არ მინდა, მოსულ ხარ შენ, იძახი და გასწორება უნდა გითქვია. იგივე უთქვია გიოს და პირიქით მე მithქვია შენ გასწორებულ მანოზე რომ აი რაღაცა მე მაქედან ვერა, ჩემთვის უბრალოდ ინდივიდუალურია ხო, ინდივიდუალურია, როგორც ტანსაცმელი, როგორც თოფი, როგორც ყველაფერი, ანუ ადამიანმა შენ თავზე უნდა მოირგო. აი ეს არის ამ მანოკებშიც რა, მაგრამ კიდე ერთჯერ მეორდები, მაღალი კლასის მანოკები გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ პატარა წანაცვლებებით და აი ცვლილებებით, ასე რომ ვთქვათ, მოვირგოთ ჩვენ თავზე ის რა ქვია, მანოკები. ეს მაღალი დიაპაზონის მანოკები განვიხილეთ. ეხლა ჩამოვალთ კიდე უფრო დაბალი დიაპაზონის მანოკებზე და არის შენი ჟარგონი ახლა რიგში რა. რბილი და ანუ იმის არის რა, ფინიშისთვის არის რა, ძალიან მოგაწოდებ, ძალიან ლამაზი ესთეტიური ის არის, ძალიან იხვები, კამიშები, ჩალები. აგერ იხვის თავი ახატია, მე მეორე მოპირდაპირ მხარეს ახატია და ძალიან კლასი. რა თქმა უნდა, აკრილია ესეც რა. აი ახლა შემოგთავაზებთ მურადი. ესეც იყო ერთენიანი დაანასტროეთ და ორენიანზე. ყველანაირად არ შეუძლია. ყველანაირად ვერა. ხო. თუ რაღაცა აკლია სულა ერთენიანს რა. კი ბატონო. ხო და ორენიანი ველაპარაკი. მაგარი. აი შენია რა. ხო რა, ანუ ყველანაირი ხმაზე და ტონზე შემიძლია გადავიდე რა, რბილი არის და არ მღლის რა და ამით შემიძლია მაგალითად დილიდან საღამომდე და უღლელად ვეძახო. ხო, აი არ მოიძახო. ნაკლებ ჰაერს მთხოვს და რაღაცა და არ დაქნის რა. ეხლა აქედან ძალიან ძნელი გადმოსაცემია ის, რომელს რამდენი ჰაერი ჭირდება, მაგრამ დაძახებას რო დაიწყებ ეგრევე ზოგადად ხმაში დიწყობას ეხლა ოთახის პირობებში ვერ გრძნობ რა. ბუნებაში ღიასი ბუნებაში ეგრევე გრძნობ მაგას. ნუ ამით ეხლა მე მაგალითად რო დავდგე და შორს ვერ გავაგონებ რა. იხვი რო ახლოს მეყოლება საშუალო მანძილზე და საფინიშებელია 100 მეტრში მივაწდნენ ჩვეულებრივ ხმას. და მოვიტყუებთ ესე რომ ვთქვათ რა. კი ბატონო ჩემო, ეხლა 80 წლის საიუბილეო ჩვენი შესრულებით, თორე ჩვენი შესრულება კენახა მაგრამ იდეალურად. ესეც აღნიშნე რომ დავინახე პირველი შეხება რომ მქონდა, ძალიან მაგარი მანოკი აღმოჩნდა და მომეწონა რა, მომხიბლა ესე რომ ვთქვათ ძალიან. ხო. არა. ჩასაფრებული ვართ. აი, მაგალითად გამოჩნდეს. თქვენ ხო ეს ანუ ბადრიას მანოკი. ხო, ბადრიას მანოკი, ჩვენი ბადრი ფიფიას. ეს რატო? უესალმოდა კიდან ჩვენს მას. კი ბატონო, რატო იცი? მე ამან იმაერი პირობებში არ გაჭედ, აი ეს არის დაზღვევა რა. რაღაცა გაგიჭირ და აი პირდაპირ დასწრებ რა. კარგი მანოკია, შვენიერი ორივე. მაგრამ შორმოხმობის მანოკია. ხო, ახლა შენია დავძახე. კი, კი. დაბალ ხმაზე ვწდი მაგალითად, ხო? არა, გაგიბი. ანუ ხო, რაღაცა გადაწყდა. სიმკაცე უნდა.
ახლოზე დავაყენე, მაგრამ მე შორსაც არ აკეთებს კარგად, მიხვდი? ანუ რაღაცა კონკრეტულად საშუალო და შორი. კი ბატონო, ახლო საშუალო ერა. და შორი და აი იმ დროს როცა ყველა მანოკი გამოდის მწყობრიდან რომ ჩაათოვს, ჩაყინავს რაღაცას იდოს, ამას აიღებ და უკრავს მაო რა. სამწუხაროდ მასეთ პირობაში რავი ჩვენ რავი მასეთი პირობა 10 წელზე მეტია. და აი მაგ დროს გავგიჟდი. არა, მაგალითად აქეთ ვიძახ ჩვენსკენ რა. და დასავლეთში წერს ძალიან დიდი ყინვები და დიდი თოვლობა იყო ბაზარი არა, მაგრამ კი ბატონო, ნუ მომენტი არის მე დაძახება იქ გატანის მომენტიც უნდა იცოდე რომ შეატყო მანოკი რაღაც არ მოყვება როგორ წასცხოვრო რაღაცები გააკეთებინო და ეგ ცალკე კლასიფიკაცია. შემოგთავაზე მაგით შესრულება ეხლა. გავხსენ დავიცდობა ჩვენოთ იქნება რაღაც. მომის წყობა და ეს დიზაინი სულ ახალი იყო რომ ჩამოვიდა ეს საერთოდ უხმარი ენებზეც ხო. თან ორი რეზინი რო აქვს ძალიან მაგარია. აერს არ გავაბარებს ვაფშე. კი. ეგეც არის ახლო და საშუალო მანძილებამდე ესე დავახასიათებ. ის საშუალო და შორი ის მოყვა კიდე ხო? კაფსულა მოყვა ერთენიანი გამზადებული გრაფი მაგას ამოაგდე პასპორტი. თავის ლერწამზე. სხვათა შორის კარგად იძახი ის ერთენიანიც, მაგრამ ორენიანი მირჩევია. ოღონდ აი საინტერესოდ კარგად იძახის რა. ეხლა ეგ არ გამახსენდა თქო და როგორც მე ვთქვი მანუკებზე ვაღალთ ერთენიანი დამღლელი არის ეს? არა ძმაო, საერთოდ არ არის, რბილია. და მაგათ ის არის. ხო, არა, ნუ ეხლა ევენთი ორენიანი მაინც მარტივია იზია. კი. დაუძახთ მაშინ. აბა რა. ეს რო გააჭერებს ხოლმე მაგრამ მიყვარს. აი გააჭერებს ხოლმე მანოქს რასაც კი არა. ძალიან საინტერესო. ჟარგონში ესე რო ვთქვათ, აი რაც მინდა და ვიპოვე რა. ხო, რაღაცა ისი სამუშაო მაგ რა თქმა უნდა, ეხლა მეორე დილემა რა არის, ამდენი მანოკი რო გაქვს რაღაც ერთ მომენტს რო ერთ კონკრეტულს რო დაამოღავ. და მეორეს დაიწყე, ბიჭო გონია რომ რაღაცა ვერ შვე, არ გამოგ იმას დაამოღებ, მე ის გავიწყდება ასე რომ. ხო, ყველას თავისებური მიდგომა უნდა. ეხლა აქ ერთი საინტერესო მანოკი გვაქვს კიდე ერენთის ალფა 2, რომელიც კობასთვის აღმოჩნდა ის მწვერვალი, რასაც ეძებდა, ასე რომ ვთქვათ რა, და მეც ვეთანხმები. თუმცა რო ვთქვა, რომ ეხლა ანუ დაძახებით შესაძლებლობით ჰაერის კამერით ჩემ მანოკებშიც მოიძებნება ისეთი, რომელიც მაკმაყოფილებს, მაგრამ ესეც ჩემთვის სრულყოფილება. ამის იგივე უკვე აღარ მაინტერესებს. რამე თუ არა დააგებ. ჯერჯერობით. ხო, სანამ აი ძალი ფულია დახარჯული და ამას არ მოინელებ ასე რომ. ჯერჯერობით ხო, კაია, მეყოფაო, მაგრამ ამის იმასაც რო ამოწრავ და უკვე მივდა, მეტი მინდა და სხვა მინდა. კი და ანუ აი ძალიან რბილი მანოკია, ესეც ბევრი წნევა არ უნდა. ხრინწი აქვს ძალიან ასე ვთქვათ ზომიერი, ანუ გამომუშავება არ ჭირდება ხრინც. ეხლა აქ ჩვენ გვაქვს მანოკები, რომ უნდა გამოამუშავებინო ის ხრინწი, მაგრამ ამას როგორც არ უნდა დაუძახო, მაინც ხრინც აქვს რა და ამასაც შემოგთავაზებს მურად. ესეც აკრილია, ასე ვთქვათ, ფასით $150 მაინც უნდა დაახლოებით რა, 140, 150 და ზევით რა. შენ დაიწყე და მე მე იმდენი ვილაპარაკე მე შეიძლება გახურებული ხარ და მე უნდა თავიდან ჩავითა. ბოლოს რა გავაკეთოთ, იცი? ორ ხმაში დავიძახოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეგეც. ხო, რო გუნდის იმიტაცია, აი ქოთქოთი შევქმნათ რა. ხო, ბოლოში ვქნათ ეგ დავაგვირგვინოთ მაგეთი. დასრულების ამბავში რა. ძალიან საინტერესო ხმა. შვენიერი ძალიან კარგი. ხო, რა, აი ხელში სასიამოვნო რა კოხტა თავი. ხო, კომფორტულად გიჭირავს. კომფორტულად გიჭირავს. ამ ყველაფერს საერთო ჯამში მნიშვნელობა აქვს რა, როგორც კლასში, ფასში, ხარისხში.
სალნიგზეა ესეც. საინტერესო გადაყვანა სწორი ის არის. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეგ შევამჩნიე მანოკებში რბილად დასაძახებელ ხრინწიან მანოკებს აქვს. აი ეს ზოლი ზოგს აი ეს სიმრგვალე რვადის მოსდის სწორად, ზოგს ასდის ესე სულ მაღლა, ამას აქვს პირიქით ჩატრიალებული ჭრააკით, რომ ენებმა კუდი წამოწიოს მაღლა, რომ ჰაერი რო შევა, იოლად იფართხალოს რა. აი ეს სპეციფიკაციები არის აქ. სპეციფიკაცია ეგ არის. ხო, ეხლა მეტი რა დარჩა ეს ალბათ ყველამ ვიცით, სპენია იხვის დასაძახებელია. ბატები ბოლოსთვის შემოვიდა. სპენია იხვის დასაძახებელია. ხო და წასძახიაბა ამას. აქ რა გვაქვს იცი ისა რა ქვია გამოსაკვეთი მურად რომ სტანდარტულად ხარაზულა იხვივით დაძახება არ უნდა და რა მოიაზრება ამაში. ანუ ერთი გრძელი და მე მოკლე უნდა მიაყარო. 1-2 და ისა რა ქვია ერთხელაც შვება ჩვეულებრივ და ისა ესე წაარტყავს გაჩვენდება ესე შვება და სწრაფად შვება კიდე. ანუ ამასთან კვებებსაც აკეთებს, მაგრამ აქ ხელის მანიპულირებები და ძალიან მარტივი დასაძახებელი არაფერი საჭირო არ არის, ბევრს არაფერს არ კვებას არ აკეთებ ამით და ხო, არც ის კვდება რომ რა დროს რა დაიძახ. აი, ძალიან მაგრად იძახი რა. ძალიან კარგია. ეხლა დაგვჭა 2 1-1-ში საყვირი. ერთი არის ზინკის ერთი არის და მეორე არის ბაკარდნერის რა. მე მაგალითად ვიტყოდი რომ ზინკი უკეთესია. კი. უფრო კომფორტული დასაძახებელია, დასაკავებლადაც უფრო კომფორტულია, თან რაღაც სტილნია. ლამაზი. იხვის წვერი, თავი, ხო ფორმაცია, რაღაცა მაინც მიტაცებს ადამიანებს ესეთი ზიზლები რაღაცეები და ხმაშიც რეალურად მე ვატყობ რომ ეს ჯობია დასაძახებლად რა. რატო როგორანაირად ვერ მივხვდი, მაგრამ იჯობია და უფრო დიდი კამერა აქვს თან თვითონ. არ დაკვირვებული ხმა. აი დააკვირდი ნახრეტიც და მე ამ დიაპაზონებს დააკვირდი. ბევრად დიდი. ხო, ანუ უკეთესი მიგნება და მოდი ორივედან შემოგთავაზე ახლა 5-5-ვეს უნდა იძახებ, მაგრამ ყველა არც იცი. ხო, მამალი ხარაზული. რამდენი ვიცი ამითი? სტვენია მამალი ხარაზული, კუცადგისა, თეთრშუბლა და კუცადგისა. აბა დეიძახი ახლა. ერთიდან და მეორედან რომ განსხვავება იყოს. ხო? მამალი ხარაზულს თავიძახე. ეს იყო ისა, რა ქვია, სვენიას მამალი. კი ბატონო. ხა გადავიდეთ იმ კუცადგისაზე. გაჩა, დაბოხება უნდა. ვერ ვაკეთებ. გაჭედე რომ ჰაერი არ გამოგივიდეს საერთოდ. ამას შეიძლება ის დასაფარად დაიცა კიდე ის იყო. თეთრშუბლა როგორ იყო? დაიცა. დაიცა. არა, ვერ ვაკეთებ. არა, ის წერა სწორად აკეთე. აი ეგ არის. ეგ არის. ხო, იონარი მას იძლევა. და რა არის ამისთვის საჭირო, ანუ რა ბგერები უნდა გამოსცე, მოდი ეგეც, მოდი აქედანაც დაიძახე და ეგ მე ახსნათ. ან მაგასთან ერთად ახსენი ახლა, სტვენია როგორ უნდა დაიძახო, აი სიტყვით რო უთხრა. მაგასთან ეს ხო და ენას არტყო კბილებს და კბილებზე არტყავ ენას. ხო. აი ზუსტად მასე იგივე, აი და გაიმეორო საყვირში და აი ის მაგალითად სკოლაში ასე ვია პასტის იმას რო ამოვიღებდით გულს და ქაღალდს რო დავამრგვალეთ და აი პრინციპია. ისაც კბილებია. და ისა რა ქვია, ხარაზულაზე როგორ ხვდებით? ხმას ვიბოხებთ ხელში და ეგ. ხო. ეს რო ხო. უღრე? ანუ ხმი. ანუ ხმას თუ არ დაუშვათ, არაფერი არ გამოვა. ის ბგერა არის, რომ იმას ყოფს. შეიძლება ესეც, მაგრამ ხელისაყოლებით ჩემთვის უფრო კაი გამოვა. უფრო აბა ისა, ორივე დაიკავე ხელში და
ერთი და მეორე, ხო, შედარება, რომელიმე ნებისმიერ. მე მომწონს უფრო. რაღაცა ყველანაირად მომწონს. თან ეს ფერი და სილამაზეც ხიბლავს რა. კი ბატონო ჩემო. ნუ ესენი ძალიან მარტივი დასაძახებლებია. თავარია დაიმახსოვრ რომ ეს 6-ის ხმა და მე სწრაფი გადართვები როცა დაგჭირდება რა. ოღონ ესეც პრაქტიკის ამბავია. ნებისმიერი რამე არის პრაქტიკის ამბავი. იხვებში ახლა წეღან მურადიმ რაც დაიძახა ერთეული დაძახებები, მე ის მოწოდებითი დაძახება წვების ხმები. ჯობია რომ ჯერ ერთეული დაძახება დავიძახოთ, აი ავწიოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად კლასი. ერთეული ვისწავლოთ, კვება ვისწავლოთ. კი ბატონო. და მე უკვე ამას კარგად აი თვისებ და ანუ დავამოღამებ, სასაჯარკო თქვა და მე თანდათან ხო, მე უნდა ისწავლო ის, მე ისწავლო ის და მე უნდა დაიწყო აკინძვები. ხო. თავიდან რომ ერთეული დაძახებები დავამოღამე და მოდი ახლა ყველაფერს ერთად მივაყრიო, როგორც მაგას იზავ, სულ აგერევა რა დროს, როგორ რანაირად უნდა გადახვიდე და იკარგები საერთოდ, რა. ამიტომ გზა რო არ გაიმრუდოთ, ერთეულები ისწავლეთ კარგად. მე მარტო მოწოდება მოდი აქ ისწავლეთ კარგად, მე კვებები ისწავლეთ კარგად და მე დაიწყეთ ამ ყველაფრის კომბინირებული აკინძვა რა, რომ არ გაიჭედოთ. რავი, ჩვენ ერჩევა ეს იქნება და დაგვრჩა 2 ბატი რა. ეხლა დასაძახებელი რეალურად მეტი არც არაფერი, ყველაფერი თქვით, რაც შეიძლებოდა რომ გვეთქვა. და დაიწყე კანადური ბატიაო რო იძახი კანადურად. ზოგადად მე პირველად მაგ დღეს შეხება ბატის მანუკებთან. კი ბატონო. მაგრამ ასე ამაში ვერ მოთხოვ იმ კლასს, რასაც ვთხოვ აქ, მაგრამ არც აქ არის ცუდად პირდაპირ გაგებით რა. ამ ბატიდან ხო ვაფშე სუპერად იძახის ახლა ვნახავთ მაგას. ეგ მაინც ჩვენებურია ეს ჩვენ რაც გადაფრენილა ალბათ. ხო, ოღონდ მე ვფიქრობ რომ ჩვეულებრივ ბატსაც მოიტყუებს ჩვეულებრივ. ისე გამოვწდით. სეზონზე ჩვენ ამას და იმედია ბატი შემო. დიდად განსხვავებული არ არის. უბრალოდ აქ რაღაცებს მარტივად აკეთებ. თორე დანარჩენი ასე ვთქვათ სპეციფიკა დაახლოებით ერთი და იგივე აქვს ბატს რა. აბა დუშ. ძალიან მაგარი. რბილია ძალიან და ეს ხეზე აწყობილი ხო კიდე საერთოდ სუპერია. ზოგადად განსხვავება რა არის? აქ გვაქვს გრძელი ენა, ეს მედაკობასაც გვაქვს ნალაპარაკები, აქ გვაქვს გრძელი ენა ამ ბატზე, რაც ძალიან საინტერესოა და პირველად ვნახე ბატზე გრძელი ენა მე ჩემ პრაქტიკაში და ძირითადად კლასიკურად აი ესეთი მოკლე და მომრგვალებული. და აქ თავისი ჭრილი, ანუ ამ ენასა და კორპუს შორის ჰაერი სადაც ჩადის. ანუ შეიძლება დაგჭირდეთ და რეგულირება არის მომენტი რა, რომ აი ეს ჭრილის სიმრგვალე რაც აქ ენაც იმის ზუსტ ასლს უნდა იმეორებდეს და ისე ზუსტად უნდა იჯდეს. იმთილთა რომ აი უნდა ჩადიოდეს და არც უნდა ჩადიოდეს და გვერდებიდან არაფერი არ უნდა ეპარებოდეს. და ამ შემთხვევაში არის სრულყოფილად გაწყობილი ბატის მანოლი რა. ესეც გამოადგება ვინმეს, ვისაც დასჭირდება და ერთი აქედან დაიძახე ჩვენებური ბატი. თეთრშუბლა ბატი. სერი ბატი, ხო, ან ნაცრისფერი ბატი და თეთრშუბლა ბატი არის ეს უფრო რა. თეთრშუბლა არის ხო ეს? ხო. და იგივეა დაახლოებით რო შეხედავთ, შუბლით ხვდები რომ სხვა არის, თორე დანარჩენი აგებულება ხო თუ ძალიან დაგვირებული თვალი არ გაქვთ, ვერ მიხვდები. დასწრება. ძალიან მაგარია, აი ძალიან მაგარია. რა ვიცი, მეტი რაზე შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, ან შე რა გინდა რომ უთხრა საზოგადოებას. რისი თქმა მინდა და ურადა რომ მაგარია, მაგაში ეჭვი არ გვეპარება, უბრალოდ არა კაცო რა ის მაგარი. ხელს რა. ინსტრუმენტები მწობს ხელს. და რამე სხვა გადასწრებს საზოგადოებას დამწყებებს რამე სხვა არ ვიცნობ ჩვენ რა. მე ვიცნობ ერთი ოსო მაგარად ეძახიან, კარგად ეძახიან. ხო, ეხლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ არსებობენ ღმერთთან უკნას. არა, ჩვენთან, ღმერთთან უკნას, ხო, ჩვენთან ვიძახი, ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი ადამიანია. ხო, იმიტომ გიო, რომ ყველაფერი გაცილებით. ესე რო ვთქვათ რა, ჩვენთან არ არის ეს. მანუკები. კულტურა არ არის, მოდაში არ არის რა. მოდაში არ არის. ზოგს ფული არ ემეტება და ლოგიკურია, იმიტომ რომ
არ ვარ ჩვენ დიდარი ქვეყანა, საკმაოდ მომჭირნე ცხოვრები ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და ყველას არა აქვს ეს ფუფუნება და უბრალოდ ისიც ვთქვათ, ვინმეს გული რო არ დაწყდეს, წლების განმავლობაში აი ძლიერი მუხტი რო რაღაცის სურვილის ხდება ამ რაღაცების მოგროვება შეწყვეტებით, თორე ერთდროულად ამისი ყიდვა ფუფუნებაა, ზოგადად შეძლებული ადამიანისთვისაც რა. აი იმიტომ რომ ამას მე სხვა დანამატები ჭირდება, როგორც კუკლის, ანუ სატყუარების სახით, როგორც ელექტრო ფრიალა სატყუარის ის ჩვეულებრივ ნავი, მატორი, ამპავი და არილევა რა, ასე რომ ნადირობა ძალიან ძლიერი ნადირობაა და ფიზიკურობაც არ უნდა ნაკლები, ფიზიკური ამტანობა რა, იქ ალახში შესვლა, გათრევა, გამოთრევა, აწყობა, დაწყობა ძალიან ძნელია რა. მოდი ეხლა იცი რა ვქნათ, მე ერთი რომელიმე მანოკიდან წავივარჯიშებ და სინქრონში დავიძახოთ, აი ორი ადამიანის დაძახება როგორი იქნება და თქვა შენ რო ერთს დაიძახებ, რაღაცა მე შემოგეხმიან. შენ დაიწყე, შენ მას კენ და მე აქ. ხო, ან ერთი და იგივე დავიძახოთ თუ გინდა, ოღონდ ერთი დაძახებით წინ ვიყოთ, მეორე უკან მოყურე გუნდის იმიტაცია შევქნათ. მე რო ყვებას შენ რო ყვებას გავაკეთებ, მე დაძახებას გავაკეთებ, მაგალითად ხამებს გავაკეთებ. აი, მოდი ერთი რობოტი წავივარჯიშებ. ხო და ანუ დიდხანს ვშვები მე ახლა ამას რა? არა, ამდენი საჭირო, ამდენი გაგრძელება. არა, გაგრძელებას ვიზახე, მეორჯერ დავიძახე? არა, შენ კარგი. კაი, მოდი ვიზავ მე ჰობოტი, რახან ამაზე ავეწრე ახლა. რავი, ორივე მაგარი. კაი, რომელიღაცაც ვიზავ. შენი საყვარელი რომელიმეა, იხერითაც გინდა რომ იმასაც. ჟავი ამასაც ავიღე. აქასაც ეხლა ესე ხوار დავიკავოთ. არა, ხან ერთ შავი ხან მეორეს რა. მაგენი უნდა ვიძახოთ, მე მაგდეისაც შემიძლია. მაგრამ მრავალფეროვანი ის იქნება ხვედია, ამას სხვა ხმა უფრო წვრილი ხმა, ამას სხვა ხმა. კაი, რა, ასე რომ ვთქვათ, 1-2 წუთის განმავლობაში ვიძახოთ. ხან გავჩერდეთ, ხან დავიძახოთ, ხან შევცვალოთ, ასე რომ ვთქვათ, მართალი ხარ. ხო და გადავათამაშოთ ეს სიტუაციები რა. კაი, ვიწყებ ერთეულებით. და რით მპასუხობ შენ არ ვიცი ახლა. შენ დაიწყე და რა ვიცი, ნახოთ რითი დაიწყე. ზოგადად აი წყალსატევზე მომავალი იხვი ხო გინახია, მაძებარი იხს ეძახი, თავისებურ ძახილებს რო იძახი, ერთეულ ძახილებს იძახი, ოღონდ მკაცრი დაძახებები აქვს რა. გამიგრძელე. მოდი ერთად დავიწყოთ, ახლა ესე ვცადოთ. კი ბატონო. მე რომელზე გამოდგება იმას დავდეთ. ერთად დავიწყოთ, შენი სტილი შეუბერე და მთლიანი კურსი გაუშვი, ასე რომ ვთქვა და მეც რაღაცას ვიზავ რა, არ ვიცი რა ვსწავლ, მაგრამ მაინც. და უფრო შერეული გამოვა რა. რაღაცნაირად უფრო მიადვილდება, მეც გაყოლა ვიღაცა რო იძახის და უკან გავყვე რა. იმიტომ რომ რაღაცა უფრო იოლად ახურდავებ ჩემი გონება ამას რა. დავაი დაიწყე. მოვჩეთ ამით. მოგლეთ ასე იყო დღევანდელი ჩვენი დღე. თუ ვინმეს რამე დააინტერესებს, რამე ჩვენ შეგვეშალა, რამე აქეთ გვაქვს სასწავლი, რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა ვღებულობთ შენიშვნებს, კორექტულ შენიშვნებს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს განვითარებაში, საერთოდ დაეხმარება საზოგადოებას განვითარებაში და ჩვენი ზოგადი მოტივი არის ორი კულტურის განვითარება.
ურთიერთპატივისცემა, ურთიერთ სწორი დამოკიდებულება, თუ ეს ყველა ეს ძირითადი ფუნდამენტურები არ გაგვაჩნია, აზრი არ აქვს, იხს დაიძახებ, პას დაიძახებ თუ ზოგადად ფორმა გაქვს ადამიანს. თავარია ადამიანობა და ყველას გისურვებ სიკეთეს და ღვთის წყალობას ბატონოჩო. შენ რა სიტყვოთი მურად? დავიმშვიდობები. მადლობას მოვხდით დროის დათმობისთვის და წარმატებებს უსურვებ ყველას. გაიხარე ბატონოჩო, სიკეთე და მშვიდობა.